ყველა მიკრინა გამოვედით ახლა გამოვაცავთ ზუსტად ვიცოდი რომ ეს ტრეკი არიდებოდა მაგრამ ოხუი რა დღეს გადმოვედი გალიდან რა ხანი ხალხს შენ არ ყავხარ ნანახი ეს არის ვიდეო ბათუმიდან ჩამოვედი თბილისში და ძალიან ბევრი რაღაც ხდებოდა ბევრი გადაღებების მიღმა ახალი ბიზნესი რევაზასთან თვალი რო გამომთხარეს საოპერაციოში როგორ ვიყავით ტრეკი სხვათა შორის ტრეკი მილიონი ხაზია უღრმესი მადლობა ძალიან მიყვარხართ არ ვაპირებდი მაგ ტრეკის დადებას და ამ ვიდეოში გაიგებთ რა არ ვაპირებდი დედის მტყნელი ვლოგი არის ძალიან დიდი თხოვნა მაქვს არხი გამოიწერეთ რაიდ გაიცის არხი აიყვანეთ ამ ვიდეოდან 15000 გამოწერზე და მეორე დედის ტრეკს დავდებ ოდვისთან სასიამოვნო ყურებას გისურვებ ნუ ეხლა ფსიქიურად ძიმია მე რა ვიცი ზიპერაზე რას ვფიქრობო ეგლადო და ზიპერა 100%-იან ერთმანეთში ეთქობა ეს ზიპერა აბლადო და იმას შეყობა როცა და ვერ ეთავშორდნენ ერთმანეთს ზიპერა რო არის იმას ემასება და დალიკო ბერგერი მე როგორ მეუნება გეიხარ მე როგორ მეუნება დალიკო ბერგერი ზიპერას არხი გამოიწერეთ უფასოა პროსტა აკლიკებ და ზიპერა უხარია კი დალიკო სააღოს მაო გოზიშვილი სააღოს მაო აი მე გადავები ბიჭო რას ვიყანაო ის სტრიმზე ბაზრობს კაროჩო ზიპერაო მე რა თქმა უნდა დალიკოს მე ვიყო რევაზა ბოზის შვილი ვიყო გეია გულკეთილია აი ტიპია მარა რაკში უყვარს ხან გაიხსენეთ ვლოგები ჩემთან რო შევდახოთ ბაიძე გადაყეხე იქნება მთლიან რევაზა ლადო და ეს ბრატ რატო მე მართლა გეიხარდა მე ჩემზე ანტიგეი თუ ყავდეთ ნანახი ბოზ სადარი რამდენი ხანი სექსი არ გქონდა შექს ასეძახი არა ბიჭო რა უნდა მეწყინოს თმაო ზალიკოსგან ზალიკო ეხა განვიხილოთ ვინ და ვინ საღადაოც არ არის რაღაცა ვერ უკაიფობს ნო არ ვიცი შენ რას ფიქრობ გებზე ე გეი ბიზნესების პატრონი ხარ ვინ მეუბნება არ გამოვხ ზალიკო ძმა ჯიგარო ზალიკო ჯიგარო იმ ღამეს რა მოხდა ზალიკო იმ ღამეს რა მოხდა იმ კაცთან ჯიგარო ბომბდამ შენს მე ჩავარდ ამ ძმა ან მაგის მიზეზზე აი მე და ზიპერა ეცები ხარ დასამო ვერ ხედავ ჩენეთა ვიმძვი უკრაინისკენ არა მე ვიმძვი გაიმეჯვებთ იმისკენ დაშვებითო რა ხდებაო არჩევნებზეო და ვიმარჯვებთო ვინებიო და ვინ გაიმარჯვებს ისინიო ეს ისტორია გაიჩიტა ჩინაპო ზალიკო ჩემზე რა თქვი ბოზიშვილი ვიყოს რა თქვები ბოზიშვილი საცხა დაბარ აი მე ჩემი ვთქვი ბრატ და ჩემი ვიმოქმედე მე ვიცი შენ და ვინ არ ვიტყვი მაგრამ ვი ვერე როწარი არის ფედამილობა გავხართ ხო იცი შენ და მილოვა დამატყაურებ ფილობასთან ხელს კი ულოკავდი ვიყო სტრიმზე მე რა ვიცი ყრესაც ვლოგავდი რა იცი რა ხდება ეს უნდა გადავიღოთ ბოზი ვიყო TMG ნახვებს ნუ იპარავ ჩემი ერთად ვიდეოს რო ვიღებთ ეგ არის ცოტა ხალხი რა ვლოგს იღებს აგერ ჯამატა უღებს გადადით აღწერაში აზრი და უყურეთ ყველაფერი დაგეგმილი იყო ვაფშე. ეგ რო უნდა ებაზრა რა. რა უნდა ებაზრა? ანუ რა ვიცი, მაო ეხა რა ვიცი. უკამა გადამცდა და პირდაპირ ზიპერეთ ურებს რაღაცები დაიწყო. მე მეგონა რომ ავერია. ზალიკოა და ზალიკოსგან ამწყეს თორე სხვა ნებისმიერი რო ყოფილიყო. სტრიმის მერე რები ხდება. კაი პირდაპირ კითხავ. აქ სტრიმის მერე, სტრიმის მიმდინარეობის პროცესში. ხო. ნახე რას გეკითხები? მოდიათ. და პირდაპირ მიპასუხ სტრიმის მიმდინარეობის დროს, ან სტრიმის მერე. თუ ქონიათ სტუმრებს სექსი ერთმანეთში, ან ცალ-ცალკე. ბიჭო, სტუმარს თვითონ ქონია, მაგრამ რამდენად ან გოგოსთან, ანუ გოგოსთან თუ რა? ანუ რა, ბიჭებმა დაცხეს? არა, მართლა, სადილს. ბიჭების ყოფილა გოგოსი არ. ანუ არც გამკვირვებია იდეა. ვინ იყო მითხარებს? ანუ ეპშტეინი ხა? აი მამალის დედამო რომელიც გუშინ ტვინს შავი ნაბიჯვარი რო არის გვერდით აი მის ნაპარნიკი მამალი ვაფშე რა შობა ყვირის თუ მოვედი მილოვასთან და დავრჩი მილოვასთან დღეს TMG-ის გადაღება რატის გადაღება LC-ის გადაღება მილოვას სტრიმი არის მე პარალელურად ბლოგს ვიღებ ეს არის
ხედი. გესმით ხო ის ნაბიჯვარი რა დღეშია. დილის 5 საათზე ასე ყვიროდა. Oh yes. სადაც ვარ ხა ამის ქვევით მიდის სტრიმები. კორტები და კორტების ქვევით არის აუზი. წავედით და ვნახოთ რანაირი ტვინის ტყნა არის YouTube-ი უკნიდა. Короче, резерка უგზავნის ის მიგალას და ჯურანაირად ბაზრობს მოусმინე გონია რომ სტრიმავს. ვიდეოები ვნახე, короче, და როგორ რაღაცა იყო, იცი? აი, tips and tricks სტილის ვიდეოები რო არის ხოლმე YouTube-ზე. რო სტრიმავს ხოლმე ხო იცი შეჩებ. ვაწერო რომ მუშაობდი ანუ. მე რო ჩავიცვი კურიერის ფეხსაცმელი, короче, და კურიერად რო მუშაობდი, მოდი ასე ვთქვათ, სხვანაირ პერსპექტივაში დავიდე. ეცეთ მოკითხვა მოიბრა. აუ, ლოანა, სიკოლია. და კადრი ეგრევე მარცხნივ გადაიყვანა 1 წამში. სიკოლია მილაოდა ბოსე. გამარჯობა. ეს ბიჭი არის გიორგი გვიანიძე. და ეხა აქედან გაიხმა. ნოის საფეშენი. ნოის კიდობანია. ხარ. გვიანიძე ვარ, გვარა დამაგიტომ დავიგვიანე. ნახა ლოკიდან YouTube-ზე რანაირად მოხდი. რატი გავიცანი? შემთხვევით, ვაფშე შემთხვევით. თუ რაღაც მოსი დამევას ეს ცნობილობა, იმ ხალხი მიდიოდა რაღაცა ვა, რატი ჩემი დედა ჩემი. ხუაზე ხარ, მეთქი ვიზე ნაკლები ბიჭი ვარ. როცა ვისებოდე თავი და რატისან გადაღებებზე რაღაც, სპორტული კონტენტი არ არის საღა. და დავიწყე ხუაზე ხარ და შემწულა. შეუბე. კაცო ვიდეოში არის რომ რაღაცა ნიანგები გველები 1000 კლეობა შემოდის და კაცო უნდა შეგვეშინდეს რა. ეს 5 საათი ეს გაგრძელდება მინიმუმ. მე წელზე არ კიდია. ხო ხედავთ რა დღეში ვარ. მე რევაზას გადაღება, მე სტრიმი არის და სტრიმამდე კიდე ბარბერშოპში ვარ მისასვლელი, იმიტომ რომ ენდრიუ სანამ სტრიმზე მივა, ჩემთან უნდა მოწეშ რიგდას. შოუნებდები. ამოჭერ. გველების დედა შევეცი. გველმა მიკრინა მგონია. ეს რა სვეჩ მართალია ბიჭო? ეს რა მართალია? შესაძლოა იყოს კი. ეს გიორგი გვიანი TikTok რეაქტი და ლაიქეთ გიო. რა სექსუალური ხარ მინდა რო აი. გადავა. გამოიწერეთ არხი გიოსი. აი გადააჭე. ხახო გამოიწერეთ არხის სიგიჟეები გააჭვიდა. მას ყელავით კი არ ვიღებ ვლოგებს ეს. გადავა. ახალი ერა, ბეიბი, ცოტა რა ხიშკება დავი. შემოგარეთ გადაღება არა უნდა არის ხოფში ხმა. პროსტი ხალხური ზინაკლია. ჯე თითქმის ბოლომდე გავჩერდი რატის გადა, მაგრამ არ ვითხვი, ქნებ მოვიგე. ირანი. მე 6 საათი ხო ვიღებთ ხო? ძალიან დავიღებ. ანუ რატის გადაღების მერე რაღაც ისეთი გადამიღო, რომ იდა მომიკვდეს 2 წელი ასე არ მინერვიულიაც მაო. ეს 5 წუთი იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი სტრესი. აწირა ბიჭო, პროცია. რა მოხდა ბიჭო? ვიღაცა ბავშვები შემოვიდეთ და ბარბერშოპს ქსენიამ დარიგა პოლიციაში. მაიცა ბარბერშოპს დედი რას ქვია? დღესა კაროჩე მართა ერთი მომხედრია თავში. ერთადერთი ეგ დარჩა ბანდა. აი ენდრიუს მალავდით ამდენი ხნის მანძილზე რა. შენ სტრიმზე მოხდი ხა სიპოს ვიდეოში. ჩემი ყოფილი ედიტორი. არა სპოტლაით. რამდენი ხანი ხალხს შენ არ ყავხარ ნანახი? რატო გაქრე YouTube-დან ბრატ? არ ვიცი. არ მაქვს მიზეზი. რა? დავიცი. მოგალთ ბოლო ვიდეოებში ხო ხარჯავდა ზამბერფულს რა 8000 ლარი დახარჯა ბოლო 3 ვიდეოში და 0 მოგება ნახა რა მე უცებ დაფიქრე ეს კაცი რომ ამდენი რო ხარჯა შიქ ხო რა ჯერ ძალიან დიდ მაყურს ვიშოვიო და მე დავბრუნები საკაიფო რატია ბიჭო ლეგენდა ხარ ეხა ხარ ჩათვალე ოქროს 200,000 ნახვა მოდი ენდრიუ მოდი საქმე მაქვს ეგ მაინც ეს დედა უგენატრა თუ არა YouTube შენი YouTube არხი მაცადე რა გაიფოთში ჩესტა გულით ხო რა აუ პოსტა იმდენად დაიწელა ეს ხარჯა ყველაფერს თუ არ ვიტყვი ეს რა არ ვიღაც გოგოსთან ერთად ოთახში 2 საათი ვეცახით და გაგიდია გიუს ბიჭო 2 საათი გეცახი შეჩემოდე და ჩემი ლეპტოპია სამწუხაროდ. ჩემი სამომზადო გაზრების თემა რო გქონდა და რომ მამაში არ შეგვიძლია. შეიძლება ხო? ამერითო შემოვიდე ხა ხორეკ მოგო. ხო და რაზე მოხდა შეიძლება დავწდე ხო? ბიჭო ჩვენაც ვიბაზრებთ ბიჟენი ესტრემს. რას რა ჩატ ალტერნატივის ამბავს ბაზრო? ან ჩატ ალტერნატივის ამბავი ხმოდა ძალიან კარგი. ჩატი რო გაისტრიმოს და ჩატზე შენ რო შეხვდე, აი რომანტიკული პონტი რო ამოიწიოს და მე ისე რომ მოხდეს რომ შენ სახში იჩიტებ. მე სახელი? ძალიან სასიამოვნო გიორგი გვიანიძე მორჩა სამუშაო და რა ვიცი ღმერთსვანობა ყველაფერი კარგად მიდის თბილისის ბარბერშოპში. დღეს სხვადასხვა 3 პროდუქცია გაიგდა, ხო იცი?
გვერდით არის ძალიან მაგარი საცხობი. აუ ბიჭო, გაჭრა და წავედით. რა იცი? ჩვენთან რომ მოვლენ? ჩვენთან რომ მოხვალთ გამოდით. აუ ლობიანია. ლობიანია. 10 ლარი და აი ხილა ლობიანი. კაჩი. ლორი გაჭულილი არის თქვენთან? გაჭიდან ჩამოდის. არ გადაახვევთ, ეხლა გაჩვენებთ ბარბერები რანაირად ჭამ. დედის ყველი ჰანგრიმენმა მანქანები გაათამაშა და ой, ლორს გვიჭრი? ლორს გვატან თუ ალექსიძის პირველ ნომერში გაიხსნა საუკეთესო სათხობი თაბაში. გრანდიოზული ფასები. ჭახრაკინა რა არის? მაჭამი გაკ ჭახრაკინა? გოგო, შენ გეკითხე. მე მეკითხე. ზიპერას თქვენ ესა იგი ჩვენი ხალხი. მადლობა უგურმესი, გაიხარე. კარგად. ეს საშუქარია? გაშუქი ბიჭო. შენ თუ მოგეწონა ესე იგი კაია. პურა მაზრზენი კაცი ხარ. მოგონა. ძან ხო? ბერიშკუნენია. რატომ უნდა ჯვალდეს მენეჯერი პარდეში? დახურვას ელოდები რის გამო რომ ბარბერშოპში რა ფინანს მან? მოდი წამო. ჩემი დედა კომპაქტური არის რა. ვერ ვждები. გამადლებული მოჭმის დედა წამოვედით აგვირე კარატი საქმე ქონდა პავილიონში მოვედით სადაც იღებს ვიდეოს პოსტ რა ხდება პიზდეცი 100 კაცი 200 კაცი და მისტერ ბისტული რაღაცა ჰაიფში ვიდეოები ყველაფერი აქა გადაღებული და პროსტა რო იცოდეთ აი ეს ყველა ინვენტარი ვაფშე ყველაფერი ახლა ვიდეოში რასაც ხედავთ არის ერთი არხისთვის განკუთვნილი ინვენტარი რატი რა ხდება მშვიდობა ბრატ რა არის გადასატან გადმოსატანი ძმაო დედი მეტაურით ხარჩებზე მეტი დედირით ხარჩებზე მეტიო აი აქ რო ალგია აი ამ ადგილზე ვაწყობთ ბარს და ბარის კონტენტში გეძახირა და მოდიხარ შენ რა მე უეჭველი მოვიდვარ პირველ ბარის ტოიკას გავაკეთებ აქ ავაწყობ და გეძახი და ვიწყებ და ბარის უკარაკეს რამოდენიმე მას რა გინდა ბიჭო რა ბარის უკარაკეს მე რა და ბი 2016 წლიდან მაგ კლებისია რო იცი და პირველი თავისავი გაიყვანა რო გადაცემაში მე და ვინ შენ და გამორიცხული არათიცმო გამორიცხული ბაზარი შანსი არა ერთადერთი მაგის პონტი რომ მე დავჯდე მაგასთან ერთად ეს ვიდეო თუ ავა 15-დან აღდი 15 ისედაც ბაბუ კარჩე 25000 ლაიქი და დავაი მაიცა ბიჭო ჩემი შეყვარებული სადა ნეა როგორ 150 ლარს ნაკლებად ხილს არავინ მოკვდის ყველა ელეოსა გააჩერე მანქანა იპროსა გააჩერე და თავი გადმოყავე ხო ციმაში მოარი 5 თუმნის თემა არის უაი დედას მოუთხავენ ახალ და გვამუშავებ სამყელა ინფლუენსერ ხალ ფაჭმა თქვენი გვაჭდა თათე ვაკრახდება მოიტანა ეს დავა თათი ძალიან გველაპარაკებით მოუჩი გადის დრო ხელი რა აუ რა სახით მიყურებს ჩემი დედა გამოვწევ და მე გავხათოთ რა მოიცა მე კადრები მეკარგება ვისავლობეთ გემჯი კიდე ჩემნაირ ვლოგს იღებს გამოვხ შენ რა მოღამებს კონტენტი რა მუღამებსო დედა მოყოლი კონტენტია მე ეგრევე დაბაი ტელეფონთან რატო იღებ ჩემნაირ ვლოგს შენთან რაც აკლია შენთან არის შენთან რაც აკლია ჩემთან არის რამდენი ხანი 1-5 დღეა მილოვასთან ვიღებდი უცებ და ჩემ ლოგს უყურებ გაიცი შენ ნახო მე რანაირად მიშლის YouTube-ზე არსებობაში ყელს ვიღებდი და TMG კამერა გააცნო ეს პარაზიტი ვინ არის აიფონი კი არაა ჟეჯე რანი გრუზა ის რომელია თავისუფლების ის რაფია მაგას თავისუფლების კანდაკება მე და TMG დაგვაქვს ისინი რა თქმა თან ორივე გზაში შევ ჩემი ლოგია არა ამ მომენტში გაკაკა არა დოგი გაიგო გაახსენე აი რა გინდოდა გინდოდა თუ ვიღებდი ბარბერშოპი და ზონა რო გაცხოვოთ გაინდია რაინდო დევას ეს არ მოდის ჩვენ რატომ მიძო ვეზირო მე ახლა ახო ბიჭო მე ახლა ერთწამ ხა რაღაცას ვაკეთებ ეო მოდი ერთწამ რა ეს მის ბიჭო რატომ მიძო ვიდეოში
რადიატორი მოდის მაქსიმუს დეციმუსი. ვიდეოს რა დავაწერდი, იცი მე და ჩემი სიზმრები, აი ესეთი რაღაცები რომ გესიზმრება. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა იქნება ბარიატრი. ჩვენი სტუმარი არის ცნობილი ინფლუენსერი, საზოგადო მოღვაწე და სტრიმერი. რას ფიქრობთ ბარიატრიაზე? ამბობენ რომ საქართველოში არსებობს ერთი ცნობილი ყელი, რომელიც გაიკეთა ბარიატრიის ოპერაცია. თქვენ რას ფიქრობთ ამ ოპერაციასთან დაკავშირებით? პირველში მოგესალმებით. როგორც ახსენეთ, ხმევას ნაჭრობია. კანში ვეღარ ეწეოდა თავის კანში რაც ქონდა. ექიმები იძახიან რომ რაღაც არასწორად გავაკეთეთ. აი, რასაც გულისხმობ ბარიატრიას, ასეთი უჩვენებები აქვს. თუ მოგეწონათ ეს გადაცემა დალაიქეთ. სპეციალური მოწვევით ქაშურიდან ჩამოვიდა გიორგი, რომ ამ გადაცემაში მოსულიყო. გიორგო, საზოგადო აუ, როგორ გადააქვთ, აუ. კაი ცოდვობა. შეკალეო, თუ ეშული იყო ართა მძიმეების აწევა არ შეიძლება შენთვის, იმას რომ არ თქმევინებდი ვიდეოში და არ ვარ თქმევინებ. ინჟინერში გისული გიხოცები. ჯამად გადასვლა გამიკეთე რა, ჯამად. რამდენი ხარ თუ ლურჯი გამაჩნია მხალი ფერი რუტინისტი გაუყალა გზაზე დაიბნა და ამდენ ტაივანში მაინც კარბონი ვარ ფაიბა იმედია ერთი 300,000 ნახვას მაინც დაწერს ამას რო ვიძახი მგონია მილიონი და მე უფრო კაია ან ტელევიზორს თავებაზრები რა მგონი გარემოსთვის არ ვარ შესაფერი სიტყვა და ანუ აქ იქნება ეგ არა შესაფერი სიტყვა ხალხი ჩემთვის და არასდროს გამოტყლები კლეები ნაბიჯი შემდენად მოგწონს თბილისური ვოიაჟი აუ თანაგარია გესენთაც ვიცი რომ აი დღეში რაღაც 10 სხვადასხვა ლოკაციაზე სხვადასხვა ამბებზე ვიქნები იო, კაი, ეყობა, შედალაგე. მე ვარ დღეში გადაწყვეტილი ამბავია რომ ანუ ეს ტრეკი ხეზე არ უნდა დავიკიდო და იდოს რა ბიჭო თმა მაგ ძალიან აყლიოზასავითე აი რა ბავშვები შენ შენ გონი სხვა თვალით უყურე სხვა თვალით უყურე Tato dagegana verebi mindset amoval mogeterebi Neshen tato argizlebs terebi mindset amoval mogeterebi ხალაია გამორიცხული იყო პროსტა რა მამე დატისი პავილიონი ვარ ქონოდა ამ კლიპს ვერ გადვაში ფოტოთი ვფიქრობდი დადებას რა აშე 6 თვე არ ვდებდი და ვაში ყველაზე მეკიდა ზუსტად ვიცოდი რომ ეს ტრეკი არიდებოდა მაგრამ ოხუი რა მანქანის კადრებს ვიხებთ თო ჭების დამსახურება აუჯი რა კაი იმპერატორები არიან პროსტა თქვი რა კადრები მაინც ხმარ მაქვს არც მენა აუ ძალიან ფილმი არ ეგა ესეც ასე დავამთავრეთ კლიპის გადაღება ლეგენდა ხალხი ვაფშე ბრატ აი არ ვიცი ძალიან დიდი მადლობა არ ვიცი ძმა ეს იყო 5 საათში ყველაზე დედის მოთქმები ხარ კაროჩე რა მადლობა ძალიან დიდი მოვედი ნიასთან ერთად გრიბოედოვის თეატრში სტენდაპზე გურა მომარიანი ჩამოვიდა და იქნება 1 საათიანი სტენდაპი ჩემ პირველი სტენდაპია ცხოვრებაში და ძალიან მიხარია გუშინდელ რევაზას გადაღებაზე თვალში მომხდა უშტი ყველას ხო გვაქვს ბავშვობიდან რაღაც პატარ-პატარა უცნებები რა ჩემთვის ეგეთი იყო ზუსტად სტენდაპზე მოხვედრა ისეთი კომიკოსების რომლებსაც უყურებდი ტელევიზორიდან ხო და ახლა დავესწრებით კონცერტს ბედნიერი ხარ ერთისული მაგრობის დაიწყო ხუმრობები გამოვედით უკვე კონცერტიდან ძალიან მაგარი იყო უმაგრესი იყო ყველა ასაკის ადამიანი იყო საერთოდ ძალიან მაგარი იყო პროსტა შოუს დასაწყისში გაგვაფრთხილეს რომ კაროჩო გამოხატეთო ემოციებიო დიცინეთ ტაში დაუკარით რაღაცა და წინ დაგვიძნეს სომეხი ბებიები ერთი მომენტი თავარი კომიკოსი ვინც იყო რომ გამოვიდა რაღაცა ხუმრობა აზოგადოების გამეცინა ბებიებზე მეთქი ვა და წინიდან ეს სომეხი ბებია მობრუნდა და ასე მიყურებდა ერთი 5 წამი და ნეას უფეხებზე იყიდა ბოზიში მიყო თვითონ კომიკოსი ძახის გთხოვთ ვიდეოები არ გადაიღოთ ნეასოში კამერა არ გამოუვთია კონცერტის მერე გადავწყვეტ რომ წამოსულიყავით რესტორანში ხო და გიო მარსაიდან გადავწყვეტ რომ უნდა დაგველია თავისთვის შეუკვეთა აი ეს და მთლიანად ძალია ხარით თქვენი აზრი ბარბარშოპის შესახებ რა მოლოდინები გაქვთ როგორ მიდის საქმეები თქვენი აზრით რამდენი მომხმარებელი იყო უკვე მისული 5 7 მომხმარებელი იყო ძალიან იდეალური წყვილი ვართ რა ჩვენი დღის რუტინა ორივე ვიწესრიგებთ თავს მაგარი შესაბამისი წყვილი ვართ აი რა გეშველობა ასე ხო ჯობია გამოვეწყე
მივდივარ შეხვედრაზე. უკვე შემიძლია ხო რომ მოვიდე? კი, აქ ვარ. კი ბატონო, ლოკაცია როგორ მოვიდე? ეხლა ვჩაგდებ. ან ბაქარას ან თენგოს თუ გავარ, ესე იგი ლაპარაკება ნორმალურად ჩაივლის. ხო ვარ ყლე ბიზნესმენი დამწყები. ძალიან დიდი ხნის მანძილზე ვჩალიჩობ ესეთ რაღაცას, რომ მე ხომ აქ ბარბერშოპები თბილისშიც, ბათუმში და მაგთან სტენდები რა. ჩალიჩობდი რამოდენიმე კომპანიასთან, რომ პროდუქციას მომცემდა. გავყიდდი ამ პროდუქციებში ყველაზე დატესტილი რაც გვაქვს ბარბერშოპებში, ყველაზე იდეალური პროდუქცია არის ნიშმენ და ნიშმენ ჯორჯიასთან დავალაგეთ ის ამბავი რომ მოგცემენ კარგ ფასად, ანუ ოფიციალური დილერები ვიქნებით საქართველოში. ასაკეთებს მაგ პროდუქციას გამოვიყენებთ ორივე ბარბერშოპში, თბილისშიც და ბათუმშიც და მე მეორე თუ რაღაც მოგეწონებათ, შეგიძლიათ იქვე ბარბერშოპში ეძინოთ პროდუქცია რა. ჩემი სახით მიხვდებით, იმ ლაპარაკებიდან ანაირად გამოვალ რა. ვისაც ხუჭუჭა თმები გაქვთ, მაგისთვის გამოიყენებთ ტანის სკრაბი. აი ეს არის სამიერთში. სახე, თმა, ტანი, მანქანის ძრავი, ყველაფერი, კაროჩე. ეს მაგალითად რაღაცნაირად ჩანს, რომ აქმა არ მაქვს რა. ეს არის პუდრი. გიძლიათ რომ სადაც თმა გაქვთ ნაკლები შეივსოთ იდეაში რა. არის სპრეი, რომელიც მაგას გიფიქსირებს და სულ რომ ტალახებში მოგიწიოთ ცურვა, მაინც დაგჭებათ ეს. კაროჩე, მაგარი ბედნიერი ვარ. Canto ნიშმენი გაქვს, მან ნიშლედი მეკინება. ნიშმენს გოგოების ხაზიც ქონია და მაგაც შეიძლება ნიათ ჩაერთოს. ხო, მე დავტესტავ და თან მე გაქცია. თვალე მომიყო იმენაჩ. ეხა გამოვაცემოთ ყოფთან. კალი კაც რო მოგივარდეს, ექიმა ყურადღება არ უნდა მოგაქცეს, ყველას ყელეზე რატო გიდია ვერ ხვდები. ბრეკავთ და ეს არის პარასკევი და ერთ კვირაში ჩაეწერო. იქნება და ძაღლმა მომჭამა ითვალე და აღარ მაგდები იქნებ, ფეხი მოგაჭრეს და ჩაწერა არ მინდა. პუბლიკურში დაურეკე, მაგრამ მითხრა რომ ექიმი ავად არისა და მართლა? ბათუმში აურეკეთ ექიმს და იმან რა გითხრა? იურიდიულად არ მაკუფლება, რომ გითხრათ რა გჭირდება. ო, წამასო არ გეტყვიო რა. სანამ გენპროკურატორიდან არ დარეკავენო, კაროჩე მოგსტყნია თბილისში ჩამოვედი. მანქანა დავსტუკე. ბარბერშოპი გავხსენი, მე დავკეტე. ბარბერი ყლე გამოდგა. თავიდან გავხსენი, დავიცი ღმერთმადლობა, ეხლა ყველაფერი კარგათაა. YouTube-ზე პრობლემა, ამდენი ხანი გამქრალი ვიყავი და ნუ არ შემიძლია ეხლა. YouTube-ზე რო ქრები, მე თვითონაც მაწუხებს, მაგ პრობლემა. ჯამათ რაშვები ძმო. პროდუქციის ბიზნესი დავალაგეთ, იმაზე გადართულები ვიყავით და კაროჩე ძალიან დიდი დრო ენერგია. მე იმან გახსნა ხლაპუშკა თვალში მომხდა. გუშინ რატისბარის გადაღებაზე გველი და რა არ შემომახვიეს და ერთი არ ვიცი, ცა უნდა გახსნილიყო და ყლე უნდა დამცეულიყო. და შემივიარე ყველაფერი. ძრავის ხელოსანი არის, აი უსერიოზულესი როჟაა და მირეკავს კაროჩე და მეუნება რომ გიო პოსტ გეხვეწებიო, მოდიო რა. მეთქი ფოტოებით გამომიგზავნა. არა, მე გემუდარებიო, მოდიო და შეხედე. ვისაც ამ მანქანას მანამდე ხელი ქონდა მოკიდებული, ანუ ესო ისე ქონდა თუ აწყობილიო, რომ ხელი ცხოვრებაო მანქანა გაგაწვალებდა, ეგრეც იყო ძრავზე. ყველაფერი ახალი არის ვაფშე. ძრავი დავასერვისეთ და ვაფშე ახალი ნაწილები ჩავსვით. 5000 ლარი დავუჭდა. არა ახალი ძრავი მაქვს ვაფშე. ძალიან ხარია მანქაინტრო არ? კი. არ უხარია ბოზიშვილი. არ მიყვარს ეს მანქანა. კაროჩე შენ დაგახაროს ღმერთმაც, ხო? ხოშარაულის 30-ში მოდიხართ, გარედან ბანერი არის, კნაუფია წერია და იქედან მარჯვენა მხარეს ესე შემოტეხავთ და იკითხავ გიოს ძრავის ხელოსანს. ეხლა ვაფშე თემას გადაუხვი ვიდეოს თემას, მაგრამ რა ვქ? წინაზე ბიჭო, ბათუმში გორკის ქუჩაზე, წინაზე რა ერთი 2 წლის წინანდელი თემა. საშაურმეში ვჭამ შაურმას და კიშკავ მაიონეზი იქეთ-აქეთ. ბავშვი მოვიდო და შენო საშაურმეშიო რა გინდაო რა? გეგონება რიჰანა ვიყო. რას ქვია საშაურმეში რა მინდა ე? ბედნიერი ხარ მანქანა რო გავაკეთე თუ არა? კეთი ყველაფერს ლაივს მოხურე. არ კიდია ბოზის ხარ. მანქანის გაკეთების მერე მოვხევი გულაობას. დღეს გადმოვედი გალიდან რა, კოხორიდან წამოვედი. კოხორა მაგარი კაცია. გამიჭედა ჩემი და მაგარი ბედნიერი. მაგრამ გამიჭედა, მაგრამ მაინც ბედნიერი. კოხორასთან მივედი და მეუნები კოხორი ჩემი ბავშობა ლეგენდა. მოვიდა და პურში მეუნება რავა. რა გინდაო? გამიჭედა და წავიდა. ასე ჩაუარეთ ოცნებებმა ერთმანეთსა ლეგენდებმა. ესე ბრაილები ნახერა. ოსუნა. გამოვედი გულაობიდან და იმენა მოუკვდები რო არ თქვა რა. არჩი კოხორა და მიაგირება გულაობდნენ ერთად. გადავრჩი მე დღეს ღმერთის წყალობით. წავედი რომ ჩემი გოგო მელოდება. მოვდივარ. ას ბრალია ყველაფერი.
11:20 უკლია. 4 საათია მოვდივარ შენი დედის სოფელი. ახლა მე მოგიყვებით სიტუაცია როგორ იყო. გაკატო, ჯამად გაკატო. არა, მოყვებით. არ გაიკატო. სიტუაცია იყო ასე. კიომ დაიძინა ძალიან გვიან და კი გამაფრთხილა, რომ ნეა არ გამაღვიძო, ბუნებრივად მინდა რომ გავიღვიძო. ახეთში ვართ. ერთი წამი? არა, ეს არა. გიოს 4-5 საათი ეძინა. ვიყურები ამ ნიუსებში. თოვს, საშინელი თოვლია რა. ნიუსების გამო მაღვიძე. ერთი წამი. თურის გამო მეორე მაღვიძებს იმის გამო რომ შია. თოვს და ანუ ისეთი თოვლია რომ რაცობები რაღაცა კატასტროფები ვფიქრობ რომ რა ჯობს რომ გიო გავაღვიძო, წავიდეთ სანამ დიდი თოვლი დაიდება, თუ გიომ გამოვიძინოს და ქარბუქში და აღელა თოვლში გავიაროთ ამ მანქანით გავაღვიძე გიო. მოყევი ახლა შენ გაგრძელება. რიკოცე ვართ მანქანები ჩვენი თვალწინ ილეწებიან, ისეთი მანქანები ვნახეთ და ლეწილები, გაჩერებულები. აი ზუსტად ძმაო. აი ზუსტად. არა, ადამიანის ბედურება კი არ მიხარია, მაგრამ პოზიშვილი მუსტანგი არის დედის მწყვნელი. გარი მანქანა მყავს. მუსტანგი არის ძალიან დამღლელი მანქანა და არ იყიდოთ, იმიტომ რომ არის არაკომფორტული. მგზავრებ. ჩემი ბედის დედის რატან ზავილოს? ამის დედა შეგვიჭვამათ, არ უნდა დაეხმაროს. მანქანა გაუჩერდათ რა. მანქანას აგორებდნენ და გიოვდიკო რომ ცოძოაო დავეხმაროთო და მეთქი აქეთ დასახმარებლები. ყველაფერი თვითონ გადმოალა გარს დაეხმარნენ და ხო დენია გადაერთებული რომ ჩაერთოს იმათ მანქანა და აბსოლუტში ჩვენი მანქანა ქრება. აი სადაც ძლივს კურსაბიჯებით მოვდიოდით და ახლა საერთოდ 1.5 საათი კიდევ ვაქვართ გაჩერებულები. გვირაბში მოუტრიალე რა ძმას. რეაქცია არა. ყველაზე კიდია. ამათი დედის სამუტელი მოვყა ბიჭო. აი ესეთი ხდება. გადაკეტილია ყველა ხუთით დავდივართ და დავინახე რომ პატარა მინივენი Mercedes Vito იყო გაჩერებული და აწვებიან, წვალობენ, ცივად იყინებიან. მეთქი დავეხმარები რომ ბიჭებო რაშია პრობლემა. გრუზინსკი ნიპანივაი. მეთქი ჩემ პამოჩ ხვაზე ხარ რა. აკუმულატორი რაღაცა მეუნება თავის ენაზე. ბიჭო მეთქი ის მაქვს რა კლემები ხო იცი? აერთებენ ორ მანქანა ვაიმე. გავხსენე ბაგაჟნიკში გვიდა 80 მარგი რა. ეს ჩემოდნები ამოვიღე. ზაპასკის ადგილი გავხსენე და ამოვიღე კლემები. კაროჩე დავსველ ვეხები მომეთხ. ბიჭო ამ დედა მოძღაცლევ კლემები. აცრო თავისი კლემა. გამოვყლევდი მეთქი ბიჭო ნებლეტი კლემი შეყლეო. ჩიტავს თავის კლემებს. მეშვება რა დუჟენიობს რა. ვაი. დაერთა მანქანას. რო დაერთა ჩემ მანქანას ხო იცით რომ ხოძე არა? დედა მოეთხა ჩემ მანქანას. ვაგაზავებ რომ შეიძლება მეტი ენერგია წაიღოს და პუით და 25 მინუტ მეუნება. ასე იყოს 1.25 წუთი შეყლე ხوار ხარ შენი დედა. აკოქე მეთქე დედა. ყურადღებას და ძის გალ. ერთი მომენტი ესე მეძახის იცის уда. მოდიო, ერთ წამოვიდეთ. მეთქი ქართველები არიან თქო რა. მოსიშული ხო ჩავჯე დავაკოქე ვახოდი. ავტოსერვისი გავხსენი. პირაფში მოუტრიალდი და ზადნით მოუყენე მანქანა ყალეს ერთ მადლობა არ უთქო. მოგიტყან დედის მუხელი ამ ვიდეოს მოხედა. გაუაჯვი შენ მანქანას ყლემე. არა ყლეს მოგცე მეორე ჯერო დაგინახა. ჩამოვედით. ჩავიცუდგეთ ბათუმის ნესტიანი. ისიდან ჩამოვედით, მე ბინა ვნახე, გარემონტებული რა. და ნეას ჯერ არ ვნახავს და ეხა ნახავს პირველად. Zamazia, Marto. Shall it sound mochta? Gagishte. Garia, Magaria. დიდი ასეთი ასე კუთხური დივანი გავაკეთო და აქ სულ თარავები და რაღაცები. გეგონება პინტერესტში მიცხოვრო. ლაივში ვაფშე სხვა. მოგწონს? აუ მაგარია მართლა. ბედნიერ დასასრულს დედა შევეც. ინდოეთი ამერიკა ერთი ყლეა. დავედივე.